სალამი მეგობრებო. როგორ ბრძანდებით? მოკლედ რა ხდება ეხა? ყარავი ჩამომივიდა. გემახსოვრებათ წინა ყარავსაც დაემართა. გომის მთაზე, ხო და ყარავი გამოვწერე hot tent-ი რა, ზამთრის, ანუ ჩემი კარგი. ანუ ეს ხალხი თუ ნორმალურია რა. დაინახეთ მეგონი, ხო? ხო და რას ვამბობთ? ცოტა ამანერვიულ. ყარავი გამოვწერე ზამთრის, რომელშიც იდგმება შეშის ფეჩი. შეშის ფეჩის გზაშია, ეგეც გამოწერილი მაქვს. ხო და ამ კარვის გასატესტად ვიდეო ერთ ძალიან კარგ ადგილზე. ლუდის ბაღებში, ასურეთში, ბიერგარდენში. სადაც როგორც ვიცი, თავიანთი ლუდი აქვთ, საკემპინგი ადგილიც აქვთ და გრილზე კარგ რაღაცებსაც ამზადებენ. თან რაც თავარი არის კიდე ლაივია დღეს კონცერტი აქვთ ჩემს მეგობრებს კონცერტი კონცერტს რო ამბობ უკვე რაღაცა მეხამუშება რა გვიქნეს ამ ევროპელებმა ხედავთ deep state-მა რა გაგვიკეთე ცოტა ამნერვიული ხა მარშრუტის გამო ну მოკლედ რა აუწყარდე დავშვიდე მოკლედ ასურეთში მივდივარ რა საკემპინგეთ და აი დროის გასატარებლად ნახოთ რა იქნება ეს რა თავის ჭკუაზე მუშაობს კიდე ჩემი სიჩქარეების მაჩვენებელი ხანდახან საერთოდ არ მუშაობს ხანდახან მუშაობს ეს ელექტროობაც ხან ჩაირთვება ხან გამოირთვება არა რა დიდი ხანია აშკარად გარაჟი 31-ში არ ყოფილა მისაყვანია ცუნცულა ჩემი კვიცი-კვიცური იდეალური ამინდი არის უკვე მოტოსთვის მე ესეთი ამინდი ძალიან მიყვარს აი საშინელი სიცხერო არის მაგას ბევრად მირჩევნია აი ესე ავის კურტკა მეცვას შიგნით მაისური და რამე მოსაცმელიც შეიძლება რა ხო და წვიმას აპირებს დღეს და მე მგონი მაგრად გამისწორდება ყარავში ძილი ხო კიდე ისიც გამოვწერე ლოგინი კარვის იმიტომ რომ ცეცხლს რო დავანთებ სითბო ხო რა თქმა უნდა ზევით არის და ძილს დაწოლა მე მგონი არ არის კარგი იდეა და დაახლოებით ერთი მტკაველი სიმაღლე იქნება დასაკეცი კომპაქტური არა, ну რავი, იმდენი რამე მაქვს უკვე. დასაკეცი და კომპაქტურს ვიძახი, არა. სად უნდა დავატიო, ჯერ არ ვიცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობართან, ფენგოსთან, ჩემს ძმასთან, რომელმაც აი ეს სათუთუნე გამიკეთა და კიდე იარაღის ჩანთა, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ მერე ყველაფერს ერთად. იმიტომ რომ პატარა კომპანიის მოხდვასაც ვაპირებთ, რომ ყავის რაღაცეები გავაკეთოთ ну ყოველ შემთხვევაში მინიმუმ მოტოციკლისტებისთვის. მერე ვნახოთ. ხო და ვფიქრობ რომ მაგასთან მივიდე და რაღაცა ისეთი ჩანთები გავაკეთო ამ მოტოსთვის. რომელიც მხოლოდ აი ესე კემპინგების დროს გამომადგება რა. ისე არ მომწონს რა სპორტსტერზე. ჩანთები რაღაცა არ მელამაზებ. მთავარია კარვის გაშლამდე არ მომიწვიმოს, ხო? ამშრალი დავრჩე. ეხლა რო გამასწრო რა აქნა, დედას გაგცებ თუ არის. საღოლ.
გადმოვარ და ჩამბიჭრა, აუ, აფხუილა და რა მე 22 წუთს მიწერს აქედან უკვე. არ ყოფილა შორი. ნახოთ, გზა კი იცით ახლა თქვენც რა გზაც არის. რუსთავისკენ და ეს გზა და არაფერი განსაკუთრებული. არც აგახუჭებული და არც ისეთ წესრიგში რომ აღმავთოვანოს. გორი დიდი სიტყვა. გოდებს დიო თაბათ. აუ როგორ მეძინება, საათ ნახევარი მეძინა სულ მაქსიმუმ. სულ ესე მემართება სადმე რომ მივდივარ რა. სადმე რომ მივდივარ რა დილით რომ დავდგე. ყოველთვის პრობლემა იყო ჩემთვის. თქვენ უნდა გინახეთ ჯარში როგორ ვიტანჯებოდი. ვაიმე ჯოჯოხეთ. აი ვიცი ეს მოიგონა რომ აი ჩემნაირი ადამიანები რომ ჯარში უნდა იყვნენ სავალდებულო რო არის. აი იმის თავში ჩამახედა პროსტა, მაგრამ სადღა იქნება მაგის არც თავი იქნება და რაღაც ტვინი კაიხლის შეჭმული ეყოლება მატლებს მაგას მოუ ას პლუსი აქვს რა თქმა უნდა ჯარში ყოფნას, მაგრამ მინუსი იმდენი აქვს. რავი ვერ გადააჭარბებს ეგ პლუსი რა იმ მინუსებს. განურჩევლად ხასიათისა, პროფესიისა, კარიერისა, რავი, ყველა რომ უნდა წავიდეს, ეგ არ არის სწორი ჩემი აზრით. თუ რა თქმა უნდა, სამშობლოს არ უჭირს. ჩვენ სამშობლოს როდის არ უჭირს მამეთ, მაგრამ არც ჯარი გვყავს იმ დონეზე ჩვენ რომ რამეს წვიტავდეს ვინმე იქ შლაგბაუმს გააღებს თუ არა. შეუძლიათ პულტიანი დააყენო. და ვინმე რომ შევიდეს და რამე მოიპაროს ახლა მაგათ შსს იმეებში რა ქვია შენობებში რა ვიცი, ორი კი არა 22 თავი უნდა ქონდეს ალბათ. თუმცა ჩემი აზრით სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს იარაღთან მოპყრობა, სროლა, ფიზკულტურას უფრო დიდი ყურადღება უნდა იქცეოდეს და არ უნდა იყოს ფიზკულტურის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ისა როგორ გითხრათ დასვენების ადგილი რა. ბავშვობიდანვე თუ მიაჩვევთ ბავშვებს რომ უნდა იყვნენ წესრიგში, უნდა იყვნენ ფიზიკურად ძლიერები, უნდა შეეძლოთ აზიდვები, სირბილი, კარდიო, ის ეს. მერე ჯარშიც რომ მოუნდეს წასვლა იმ ადამიანს აღარ გაუჭირდება რა და მე რო წავედი ჯარში პირდაპირ ქობულეთიდან მთელი სეზონი გუკრავდი. რაც ავტომატურად ნიშნავს რომ არაფხიზელი ვიყავი ყოველ საღამოს. და დაუბრუნდი თუ არა ქუთაისში არ ზოპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ჯარის გამო მომიწია. დაუბრუნდი თუ არა, ეგრევე თავი მიკრეს ჯარში. ადამხოტრეს ჩემი გრძელი და ლამაზი ძმა. წამიყვანეს პეპელაზე. შოკში ვიყავი დედას მიცავ. ძალიან შოკში ვიყავ. თვრამეტი წელი ისეთი ასაკი არის რომ ადამიანს კარიერა თუ აქვს უკვე 18 წლის ასაკში, იმას უნდა აცადო, შეშობელძაღლო, უნდა აცადო. რა წვიმამ დასცხო ლამაზად არ მაცადა, არა რა, აი 8 წუთი დამჭა იქ მისასვლელად.
მაგრამ ისეთი წვიმაც არ არის ეხლა გაუსაძლისი რა. იმედია რომ გავშლი კარავს მერე დაიწყებს კაი წვიმას. საღამომდე დრო მაქვს წამოსწვევი და დავიძინე. მანამდე ერთ ლუდს ჩავაფენ მოიჭველი, კაი ლუდი აქვს თო როგორც გავიგე. იმედია გაასწორებს და მართლა ისეთი კაი ადგილი იქნება როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან. ვნახოთ მეგობრებო, ვნახოთ აგერ მე და აგერ თქვენ. მივიდეთ ვნახოთ. მეგობრებო, მართლა თუ ვინმეს გააქვს და ყიდით, ან იცით ვინმე რო ყიდდეს, შევიძერ 500 ლარის ფარგლებში ვინჩესტერის სტილის მოკლე იარაღსა 12 კალიბრიას, 12-იას. იმიტომ რომ ამ ზამთარში რო დავიწყებ ახლა სიარულს ტყეებში, ჩემი 1.15 ძალიან დიდი არის ეგრე სატარებლად რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამე მექნება მოტოზე. ასე რომ თუ ვინმეს გააქვთ ან გეგულებათ, შემომეხმიანეთ რა. იქეთ თვეში უკვე ვიყიდი რა. აი მომდევნო თვეში მალევე. ტრიალებს ბრუნავს კარუსელი რომ ხრია na adaiguiano tan 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 na 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 Opa, agera არ არის? ვიცარ. ფოტოებით ვიცარი, ჩემი კაი კარა. ასურეთის ლუდის ბაღი. რაღაცის ეზოში შემოვედივით. გამარჯობა. საყვარელი ადგილია. როგორც ვიცი, ეს არის საკარვე ადგილი. ბიჭო, ძალიან იზი რაიდი, ძმაო. ძალიან იზი. ეხლა უნდა დავრეკო. ჩემ ძმაკაცთან, რომელიც იცნობს აქაურობის პატრონს. და უნდა უთხრა, რომ კარავი უნდა გავშალო და ვინმე არ შემაგინოს თქო. დიდი ხანია ესეთი თინეიჯერული საქციელი არ გამიკეთებია, რომ უზმოზე დავიწყო პირდაპირ ლუდით და ამით რა ქვია ჩიპსით. მარა ჰაიოში ტრიალებს ლუდის სუნი. როგორ არ გამესინჯა? თაფლისთან. კაია. მე ახლა სანამ წვიმა არ დამცხებს, მანამდე ვერ უნდა მოვიფიქრო კარვის გაშლა. ეს არის ახალი კარავი. დიდია, კი, ნამდვილად დიდია მოტოციკლებით სატარებლად, მაგრამ აქვს თავის პლუსები. ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ შეშის ფეჩი უნდა დავანთო შიგნით.
მგონი ულამაზო არაა, ხო? საიდან გამოვწერე? ხვა თუ მიხვდებით. სხვათა შორის იაფად არ გამომიწერია. 280 ლარი დაიჭდა დაახლოებით 270 რაღაცა 280-მდე რა. შევაგდოთ ჩემი ჩანთარი ხარ შეგნით. ეხა ნელა დასაძინებელ სივრცეს მოვაწვევ. მე მგონი ერთ ლუდს გავიმეორებ. მე მივსწვედი. რა მენავლება. აი, აქ არის მეგობრებო, ტრუბის გასაყოფი. მილის. აქ უნდა დაიდგას შეშის პეჩი. იმედია, იმ ხელა არ ჩამოვარო დამიწვას და გამიფუჭოს კარავი. აი, წვიმაც დაიწყო და გაიტესტება დღეს. რამდენად კარგია. აპარებს, არ აპარებს. გაშვებიან ჩინელები როგორ არიან. გარედანაც კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი ესე იღება ეს კარი, მეორე მხარესაც იგივე აქვს. რომელ მხარესაც გინდა იქეთ გააღებ. მე ხა აქეთ მხარე ავირჩიე, იმიტომ რომ აქ იქნება შოუ პროგრამა დღეს. ესეთი რაღაცა უცნაური ფორმის ლამაზობა. მომწონს კაიროჟა. გაგვიმარჯოს მეგობრებო, მართლა. გაგვიმარჯოს ზე გამახსენდა. ვისკი რო გავათამაშე. არ ჩანს ის ადამიანი და დაუწერე კომენტარი ორჯერ, სამჯერ. თავის YouTube-ზეც დაუწერე, თავის ვიდეოზე კომენტარი. არ ჩანს. ცოტა თუ აცადოთ და რომელიმე ვიდეოში კიდე გავათამაშე, რა ვქნა მო. აი, რა უნდა კი ვიცი, უნდა გავხსნა და დავლიო, მაგრამ არ იქნება კარგი საქციელი ჩემი მხრიდან. ასე რომ ვისკისთვის ბრძოლა შესაძლოა გრძელდებოდეს. ან მართლა კაი ვისკია, გაგისწორდება. რაღაცა მომაკლდა კომენტარები და რავი, არანაირი აზრი არა გაქვთ შემახთან ან ვიდეოებთან დაკავშირებით? დაწერეთ რამე, თუნდაც დებილობა. ეგ არის აქტივობა რა და ალგორითმი ხედავს და მე უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს ვიდეოს. ლაიქიც მაგას შვება, კომენტარიც მაგას შვება. ორივე ერთად ვაფშე ქვას ხეთქავს. და გამოწერა ხო საერთოდ. პირველი წამოწოლაც ვნახოთ ჩემ კარავში. ისე ხო არის სიმპათიურია. ის ანეკდოტი გახსოვთ? ფანჯარას რო ჩამოწევენ და რო ჩაიხედება ძმაკაცი და ამდენს რა დალევს. ამდენს რა დალევს, აქ რო კარგად დავეძინოს. ხო, აქეთ რომ მქონდეს თავი, ცეცხლიც, აქ უნდა მქონდეს აქვე და თუ რამე გააყოფ ხელს, შეუკეთებ, შემოყოფ დაიძინებ.
კაცი. კარგად მეძინა ბიჭო. ой, ჯერჯერობით მომწონს კარავი ბიჭო. არ უწვიმია ეხა ისე რომ ტესტი გამოსულიყო რა, ტესტი რომ გამოსულიყო. ეგრე არ უწვიმია ჯერ. ხო არა ვდგე ერთი ლუდი კიდე ხო არა? თუ იწვე. არ ვიცი. არავიდან ყველაზე კაი გაგვიძება, როგორი უნდა იყოს, ეხლა გაჩვენებთ რა. ჯერ სიგარეტს ხო უკიდეთ? იგივე ხელით. თაფლის ლუც ვიღებთ. ესე მოსვათ და ლომიძე გვხდება მერე ესეთი წინსაფარით.
მე მგონი წვიმის ტესტი ჩააბარა ამ კარავმა. იცი, არსად არ შემიმჩნევია, ხა რამე შიგნით ცოტა დახორთქლილივით კი არის. მაგრამ ვიცი, მე წყალი არ შემხებია ძილის დროს. ერთადერთი აი ეს მატრასი რაც არის, სტაფილოსფერი. რაღაცა დაზიანებული აქვს აშკარად 200 ჯერ გავბერე ძილში. ძილში რამე გაგიბერავთ? მე კი ეხა კაი ჩაის ან ყავას მივარტყამდი. ნახეთ პირველი დილა არის საშინელი პახმელის სახე რო არა მაქვს, იმიტომ რომ გუშინ დამეძინა ადრე. კონცერტიც კი არ იყო დამთავრებული. და ბევრი მეძინა. დავაი მოხოდოთ ყავა ან ჩაი რამე რა. Çatı değişmiş. Dilis meşino da utan. კიდე ერთი საათი არაპირებს წვიმა გადაღებას და მოვიწყინე უკვე რა. რა ვქნა? გიძე დავატირე რა ვქნა? რა ვქნა მე და ერთი საათი რა ვაგეთო?
რა სიზავს ნეტა ეს წვიმა, ჰა? აგერ ხართ მოწმეებით, მაო. თვალი ხალხი. არ ვაპირებდი დალევას, მაგრამ ხან ამინდი, ხან ის, ხან არ ვიცი. ძალიან ნერვიულობ მე ვისკიზე რა, ეხა. მე ხო არ დავლებ მაგის დედავატირე რა. გამოჩდი, მეგობარო, გამოჩნდი. და შემდეგ ვიდეოში უკვე თუ მანამდე არ გამოჩნდები, გავათამაშებ თავიდან. ამა მე ხო არ დავლებ მართლა იმ ვისკს. ფუფ. ვისკისა და მალეებს. შორის ასალაგებლათაც არ იყო რთული. და საბოლოო ჯამში რა ვიცი, მე მგონი პირველი ტესტი ჩააბარა კარავმა. წვიმდა გადაუღებლად მთელი ღამე და დილა. მართალია ძლიერი წვიმა არ იყო, მაგრამ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე, პირველი ესე ლაითი ტესტი, ასე ვთქვათ, ჩაბარებული აქვს. შემდეგი ამ კარვით გამოსვლა იდეაში თუ მოესწრო წესით, უნდა იყოს უკვე შეშის ფეჩით. ნუ ნახოთ, ამინდებსაც გააჩნია. არხი გამოიწერეთ, მეგობრებო, თუ ვინმეს გამოიწერილი არ გაქვთ აუცილებლად. სერიოზული ზამთარი გველოდება. წავალე ხან ელანელა სახლისკენ.